2011 წლის მარტში სამი პარტნიორი ორგანიზაციის ორგანიზებით საქართველოს 4 რეგიონში გაიმართა საჯარო დისკუსიები, რომელთა ძირითადი მიზანი იყო კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა ადგილობრივ თემებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. იმ ძირითად გამოწვევებზე, როგორიცაა მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა. აღნიშნული საკითხები სპეციფიკურია როგორც 4-ვე რეგიონისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. ეს ფილმი შექმნილია იმ დისკუსიაზე დაყრდნობით, რომელიც გაიმართა ქალაქ რუსთავში 2011 წლის 26 მარტს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, სტუმრებო. დღეს გახლავთ ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა ციკლისა ერთად დავგეგმოთ მშვიდობა. ეს გახლავთ პროექტი, ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც განახორციელდა ერთობლივად სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და უსაფრთხო მსოფლიომ. პროექტი დაფინანსებულია გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ. ეს გახლავთ 18 თვიანი პროექტის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ დააფინანსა ევროკავშირმა. რას ისახავს მიზნად ეს პროექტი? ის ისახავს მიზნად, რომ უსაფრთხოების თემებში მოხდეს უკეთ გარკვევა, თუ რა აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას ადგილებზე, რას ფიქრობენ ისინი საკუთარი უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და 4 რეგიონზე იყო აი ამ პროცესში ფოკუსი. ჩვენ უკვე ვიმოგზაურეთ 2 რეგიონში, სადაც აი ესეთი შეხვედრები გაიმართა. ეს გახლდათ შიდა ქართლი, ეს გახლდათ სამცხი-ჯავახეთი. დღეს რიგით მესამე შეხვედრა იმართებოდა. ყველა საინტერესო, რატომაც იყო აი სწორედ ეს პროექტი, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ეს ყოფილიყო არა საექსპერტო მიმართულებით ნამუშევრის წარდგენა, ვთქვათ, ხელისუფლებისთვის, არამედ უშუალოდ იმ პროცესების იდენტიფიცირება და იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რაც უსაფრთხოების კონტექსტში ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. ჩვენ გვყავს სტუმრები, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლებიდან, ასე მოდით გაგაცნობთ კიდევაც ქალბატონი თამარ კინწურაშვილი. პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს თავმჯდომარე და ამასთანავე უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. ასევე ჩვენ გვყავს ჰუსეინ იუსუფოვი, გუბერნატორის მოადგილე, ქალბატონი საბინა ტალიბოვა, ადგილობრივი დემოკრატიული მოძრაობა მტრედი და ქალბატონი ლეილა სულეიმანოვა, აზერბაიჯანულ ქალთა კავშირი. მოდით ქალბატონი საბინათი დავიწყოთ. Ასეთი კითხვა მაქვს, განსაკუთრებით რაზე აქვთ აქცენტი ადგილობრივ თემებს, როდესაც საუბრობენ გაუცხოებას? В основном говорили именно та часть населения, которая находится в отдаленных местах, то есть далеко от районного центра, муниципального центра. Они имели в виду, что до них внимание с центра доходит очень мало, что их проблемы разрешаются, но очень медленно, что те проблемы, которые не разрешаются своевременно, на них идет накладка еще другие проблемы. В основном это были проблемы изучения государственного языка, несмотря на то, что, по мнению вообще, несмотря на то, что очень большая программа государственная осуществляется в регионе по изучению государственного языка, и общественные организации тоже принимают активное участие, однако продвижение во владевании государственным языком, к сожалению, не настолько большие, чтобы сегодня каждый представитель этнических меньшинств хотя бы владел на элементарном бытовом уровне этим языком. Помимо государственного языка еще имелось в виду отсутствие общения между общинами, то есть между представителями различных этнических групп и той же самой титульной нации. То есть даже находясь очень близко друг от друга, недалеко от Марнюли есть грузинские поселения, даже на таком небольшом расстоянии мы друг о друге практически мало что знаем. Община имела в виду проблему отчуждения именно с этой точки зрения. Აი ქალბატონ ლეილა, იქნება შეგვივსოთ, მაინტერესებს ის, რომ სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, რაც ჩვენ ქვეყანას დამოუკიდებლობის ისტორია აქვს, სხვადასხვა ტიპის მიდგომები იყო, რა თქმა უნდა, უმცირესობებთან. განსაკუთრებით სახელმწიფო ენის თვალსაზრისით პრობლემა, რაც ახლა საბინამაც თქვა, კვლავ რჩება პრობლემად. Что касается проблемы изучения грузинского языка, как таковой в школе, так, эта проблема широко разрабатывается Министерством образования и стараются как-то преодолеть для детей школьного возраста, каким-то образом эта проблема решается. Что касается того поколения людей, которые, значит, являются не школьного возраста, которые, значит, являются
или работающими государственными служащими, или же намереваются, значит, как-то включиться активнее в общественную и политическую жизнь страны, для них практически таких возможностей, можно сказать, что нет. Не считая отдельные, значит, инициативы, и даже если мы возьмем школы, да, основные проблемы заключаются в том, что мало квалифицированных учителей. Ბატონ ჰუსეინს მინდა ვკითხვა, თქვენ როგორ фикробთ, რა ტიპის ინტერესი შეიძლება კონდეს ეთნიკურ აზერბაიჯანელს საიმისოთ, რომ ისწავლოს ქართული? Я первым долгом приветствую всех участников этого мероприятия. Вопрос гражданской интеграции – это не та тема, которая могла бы решиться вот одним днем. Начнем с Тбилиси. В Тбилиси там, значит, грузины и азербайджанцы больше интегрировались, больше знакомы, больше общаются. И там азербайджанцы тоже говорят на грузинском, и грузины говорят на азербайджанском, вот соседние села я имею в виду. А в Больнисе азербайджанцы больше знают грузинский язык, чем, скажем, в Марниуле. А в Марниуле проживающие грузины в основном практически все говорят на азербайджанском языке. Также Кардабани, можно сказать, и так вот имеет место. Из этого мы должны делать выводы, где больше внимания надо уделить, где больше работу надо провести. Также, да, я согласен, что учителей тоже недостаточно, чтобы обучать государственного языка. Даже те, которые имеются, квалификация не на нужном уровне, то есть не все имеют педагогическое образование, имеют место, которые имеют другие специальности и обучают грузинский язык. Кроме того, я вам скажу, что та же самая тема относится и к обучению азербайджанского языка. თქვენ მაგალითად ცენტრალურ ხელისუფლებასთან რა დოზით გაქვთ ურთიერთობა და რა დონეზე აწვდით აი ამ პრობლემებს? Мы с центральным, значит, руководством имеем на эту тему достаточно тесные контакты, как с Министерством образования, так и с Министерством по вопросам реинтеграции, вопросы, где можно найти решение. Мы часто общаемся и с неправительственными организациями, и со школами непосредственно, с населением очень частные контакты у нас. И мы больше можем назвать проблем, то, что названо со стороны неправительственных организаций. Это говорит о том, что мы знаем, мы работаем с людьми, однако и не боимся назвать проблему, которые имеются, надо их знать и найти пути решения этих вопросов, чем мы и занимаемся. Ბატონ თამარ, ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის ეს პრობლემები ცნობილია, არ არის ახალი, თუმცა საინტერესო არის ერთი რამ, რატომ არის ეს პრობლემა, სულ პრობლემა და თითქოს დაამრავალფეროვანი რეფორმების პირობებში, მაშინ როდესაც თქვათ, განსაკუთრებით განათლების სისტემაში არის მუდმივად რაღაცა ახალი, მუდმივად რაღაცა ახალი დაფინანსებები და ასე შემდეგ, მაინც ეს ენის პრობლემა რჩება ენის პრობლემად. ის რომ ეს პრობლემები არსებობს, სწორედ ამიტომ შეიქმნა კონცეფცია და სტრატეგია, რომელშიც ყველა ის საკითხი ასახული, რაც ამ ბროშურაში მოხვდა. და სხვა შორის ამ დოკუმენტის შემუშავება საქმე ეხება სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციას და სამოქმედო გეგმას, სწორედ საზოგადოებასთან აქტიური კონსულტაციებით ხორციელდებოდა და ჩვენ მოვიარეთ საქართველოს არაერთი კუთხე, მათ შორის განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული და ავსახეთ ეს ყველაფერში. შეიქმნა არაერთი პროგრამა და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2009 წელს კანონში ცვლილებების შეტანა, რაც ითვალისწინებს პოზიტიური დისკრიმინაციის შემოტანას და კვოტირების სისტემის დაწესებას უმაღლეს სასწავლებლებში, რაც მე ვთვლი, რომ მოტივაციის გაზრდის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, აზერბაიჯანელებს და სომხებს მომავალი წლიდან ეს შეეხება ოსებსაც და აფხაზებსაც საშუალება აქვთ, რომ მათ მშობლიურ ენაზე ჩააბარონ უმაღლეს ენაში ზოგადი უნარების ტესტი. ერთი გამოჩნდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რა შეიხარჯება ეს სახსრები და რატომ
არის პროგრამები, მათი ეფექტურობა უნდა განისაზღვროს შედეგები. წელს არის 100%-იანი და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს იქნება უკეთესი შედეგები. ეს არის რისი ინდიკატორი? ეს არის ინდიკატორი, რომ საბინა და მისი მეგობრები არ წავდნენ ბაქოში განათლების მისაღებად. ისინი პერსპექტივას ხედავენ საქართველოში. მოგესალმებით, სამირა ისმაილოვა, საქართველოს აზერბაიჯანის სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარე. რაც შეეხება ამ პროგრამას, რომელიც ქართული ენის შესწავლის კურსია, ძირითადად, იცით, შარშან თუ იყო 250 კაცი დარეგისტრირებული, წელს უკვე ჩვენი მონაცემებით, რაც ჩვენი ორგანიზაცია, ან ჩვენ ორგანიზაციას მიმართეს, დაახლოებით ქვემო ქართლის რეგიონში უკვე არის 350 აბიტურიენტი დარეგისტრირებული. წარმოვიდგინეთ, ჩვენი მთავარი პრობლემა ეთნიკური უმცირესობებს ეს არის ის, რომ ინფორმირებულის დონე არის ძალიან დაბალი და ის იმ ინფორმაციას, რასაც ფლობენ, ძირითადად იღებენ მესამე ქვეყნების ტელევიზიიდან, რაც მოქმედებს ზოგ სიტუაციებში ძალიან რადიკალურად მოქმედებს. მე გახლავართ სავალა მირზოიევი ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში. ჩვენ უკვე გქონდა შეხვედრა ბოლნისი, დმანისი, თეთრი წყარო და გარდაბანში მე-12 კლასელებთან, ზუსტად იმ პირობებით და იმ საშუალებებით აუხსენით ეროვნული გამოცდების ცენტრის თანამშრომლებთან დახმარებით, რომ როგორ და რა პირობებით უნდა ისარგებლო მე-12 კლასელები. მაგრამ ალბათ მოგეხსენებათ, რომ დმანისსა და ბოლნისში დღესდღეობით ფუნქციონირებს ენის სახლი, რომ ასწავლიან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების 2009 წელს შეგვიძლიათ მაგალითად მოვიყვანოთ, რომ თუ იყო 54 მოსწავლე მოხალისე მისული ენის სახლში, წელს უკვე ორჯერ არის გაზრდილი ამ ბავშვების რაოდენობა. ამ ყველაფერს სჭირდება დრო. მადლობა. უნდა აღინიშნოს, რომ შარშან 1200 ადგილი უმაღლესი ჩაბარების დარჩა ცარიელი. 1200 ადგილი უმაღლეს სასწავლებლებში და მე მგონი ეს არის პირველი პრობლემა, რაც უნდა, რა ვიცი, გადაწყდეს რეგიონებში, იმიტომ რომ ბავშვები საბუთები არ ჩააბარეს, რათა გახდნენ სტუდენტები. იგივე ენის სახლებთან დაკავშირებით, რომ არსებობს და ფუნქციონირებს და იგივე საჯარო მოხელი, რომელიც არის სოფლის რწმუნებულები, რომ აქვთ სრული უფლება მივიდნენ ენის სახლში და შეისწავლონ ქართული ენა, არ იციან. და ეს უპირველეს ყოვლისა მე მგონი აი ეს არის გადასაწყვეტი. То есть ადგილობრივი თვითმმართველობა თვითონ უნდა გაუგზავნოს ის სოფლის რწმუნებული, ან თვითონ უნდა წავიდეს იმენის სახლებში და გამოიყენოს ის, რასაც მაგას თავაზობენ. Насчет того, что нет конкретной информации. Мы уже вначале сказали, что это мнение общин, и община не может приводить конкретные цифры и конкретную информацию. Она говорит то, что сама переживает. Я встречалась с несколькими абитуриентами из Садахло и из отдаленных сел. Готовились и не подали потом документы. Почему они не подали? Знаете, что они ответили? Они сказали, что наши семьи практически не в силах оплачивать ту стоимость обучения, и из-за этого мы никак не можем подавать документы. То есть это тоже мнение непосредственно, высказывание непосредственно молодых людей. ეს ის პრობლემაა, რომელიც მხოლოდ ამ რეგიონში არ არსებობს. ეს პრობლემა, რომ შვილებს სწავლის თანხას ვერ უხდიან, მხოლოდ უმცირესობების პრობლემა არ არის, ხო? ეს ყველგან არის. აქვე, აი, დიახ. 101 სტუდენტი, აზერბაიჯანელი სტუდენტი, აზერბაიჯანული ეთნიკური წარმოშობის სტუდენტი დააფინანსა გასულ წელს სახელმწიფოს. არსებობს სახელმწიფო 101 სტიპენდია. 102 უკაცრავად ერთ ციფრში შეცდომა სხვადასხვა სასწავლებელში. სხვადასხვა თვითონ აირჩიეს, მაგრამ გრანტი მიიღო და როგორც სხვა საქართველოს მოქალაქეებზე ხდება, ისევე ხდება აქ. Союз азербайджанской молодежи Грузии. Вы знаете, мы здесь много говорим о том, что не разработаны методики, страдает качество уроков, нет специалистов и так далее, но мне кажется, за этим упускается главное, то, чего коснулась Сабина Талыбова. Дело в том, что экономическое благосостояние жителей, граждан Грузии не настолько хорошо, чтобы оплачивать те суммы, которые требуются для поступления в высшие учебные заведения. Я понимаю, образование во всем мире – это очень дорогой продукт, и оно не должно быть и недоступно всем. Но, тем не менее, мне кажется, несоразмерно у нас
вот так вот повышать цены на образовательный продукт и не учитывать при этом экономическое благосостояние людей, которые проживают в стране. Надо задумываться уже сейчас, что та грантовая политика, которая будет введена в этом году, она все-таки отбросит эти цифры намного назад.